charger going fast. I be going state to state trying to get this weight off. I keep a stupid Glock in my pants. If you run up on a god, I'ma blow your face off. I'm cooling in the cut, but I'm about to take off. Don't put no trust in me, baby girl, I'm a dog. Just crack the B away, spend it all in the mall. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია სერგი და დღევანდელ ვიდეოში მინდა გადავიღო თუ რა შეიცვალა იმას თვეში, როცა პირველი ვიდეო გადავიღე. იმ დროიდან ამ დრომდე. თუ ეს ყველაფერი გაინტერესებს, დარჩით ჩემთან ერთად და მიყურეთ, თუ არ გაინტერესებს, რა follow relax მაინც დამიჭირეთ რა. ჩემე. ძაღლშვილი ვიყო, გამოსტილი ვიყო, ძაღლ. კაი, მოკლედ დავიწყოთ. მოკლედ ეხლა თან ვარჯიშზე მივდივარ და გზაშიც და რავი, ვარჯიშის ვიდეოსაც განახებ. რა შეიცვალა ამ თვეში? ძირითადად არაფერი, გავსუხდი, როგორც ხედავთ. ახალი ტახტი ვიყიდე. დანების კოლექციაში შევამატე. რასაც ხედავთ, არ ვიცი. ფეხსაც მოსვიცი. ცოტა უხერხულია თქვენ. კიდე გეტყვით, რომ 4 კომპანია გამოვიცვალე, 4 თუ 3. მე მგონი 4. მაგ ყველაფერს გეტყვით, მოკლედ. თუ გაინტერესებთ, რა კომპანიები შევიცვალე, როგორია მარკეტი ეხლა, რამდენი შეიძლება გამოიმუშავოს დისპეჩერმა ყოველ დღე, კი არა და ყოველ კვირა, ყოველ თვე. მაშინ დარჩით ამ ვიდეოს ბოლომდე და ყველაფერს დაწვრილებით გაიგეთ. ცოტა კრეატინი დავლიოთ ვარჯიშამდე. უირა ნათელი ყოფილა. ხედავ. როგორ განვითარდა ტექნოლოგიები და მე რო ვიყიდე კიდე ხო ხდებით რამხელა. ანუ რამდენი ფული მოხაზე ხართ? აბა, გაგვიმარჯოს. საუცილებლად რას ვაკეთებთ? ბოლომდე მექსიკაში ვიმოგზაურეთ, მექსიკელების სიამოვნე. კაი. წავიდი. ხო, ვარჯიშიც განვაახლე. ლოკალურიულ დეფიციტში ვიყო, რომელიც არ გამომდის, რა თქმა უნდა. ეხლა დარბაზში მივდივარ და გაჩვენებთ მთავარი რამ რაც მოხდა ამ კომპანიების შეცვლიდან და ანუ მთავარი რაც შეიცვალა. ეხლა ნახავთ ყველანი. მოგონი მოგეწონებათ. და შეიძლება დისპეჩერობაც მოგინდეთ, რა ვიცი. გავნაცდი. წავედით. მეომარნო. ეს ხო გახსოვთ? მიცადემ. ეს ხო გახსოვთ? Honda Fit. ეს მაგანა ხო გახსოვთ? ამაში არ ვждები. ეხლა უყურეთ. ეხლა ნახავთ, სადაც ჩავჯდები. მაგამდე კიდე გეტყვით. კიდევ ერთხელ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ვიდეო. ხო ხედავ? უკვე მიკროფონი. ვაა, შენი დედ. ნილოჩ. მაგამდე ხო ხედავთ? მიკროფონი ვიყიდე. ეს რანაირი ტრაიპოდი DJI-ის რაღაცა ტრაიპოდი ვიყიდე თუ რავი, არ ვიცი რა ქვია საერთოდ, მაგრამ ჩემი სახე უფრო მეტად ჩანს და ჩემი ხო ალბათ უფრო ისმის 1-2. მოკლედ. ეხლა რასაც ნახავთ, თვალებს არ დაუჯერებთ. მაშასე, თქვენს წინაშეა Doji Chargeri მეგობრებო. Spend it all in the mall. He said he won a war, but I know that he saw. Y'all be talking on the phone, I don't do that. You say you wanna do some business, gotta meet up, Jack. The CPN that I'm selling go for 20 racks. I could get a nigga touch. ი ცოტა ბერსტავს, მაგრამ აი შეკნა ეხა ტყავის სალონი არ აქვს. როგორც ხედავ, ტყავის სალონი არ აქვს. სტილოა და ჩემი ჩანთები დაიკიდეთ. ისე მანქანას უბრალოდ დედათ გიფცებით. არ გიფცებით. აი ესე გამოიწვოლე მეგობრებო. ნუ მოგეთ. Well, მოგინდა დისპეჩერობა. მაშინ დამიწერე კომენტარი და მაშინ ამ ყველაფერს გასწავთ. სრულად ადეკვატურ ფასად მეგობრებო. დიახ. ეხლა დარბაზში მივდივარ, არ ვიცი რამდენს მოვასწრებ რომ მოგიყვეთ. არა, კაი, არის, თან ნახე. სახელი მინდა უკვე. არ გარბის და აჰა. ხო და არ ვიცი არ გარბის, ეს უკვე პლუსია. ხმა ისმის, ეს მეორე პლუსია. ეხლა მოგიყვებით რა მოხდა ჩემ თავს დარბაზში მისვლამდე და მე რო გამოვალ მე გავაგრძელებ. უკვე სერიოზული ჩაცმულობით ხო ხდებით. მაგას ნახავთ, მალა. შენ ვამის მე ნახავთ, როგორ გადა არ ვიცი, ედიტინგი როგორც მოითხოვს ხო ხდებით. მოკლედ როგორც იცით, პირველ კომპანიაში სადაც მუშაობ, მიხდიდნენ 15%-ს აღებული ტვირთიდან რა, ანუ ყველა მძღოლს ყავდა თავისი მანქანა, ჩვენ დამატებული ყავდა, მაგალითად თუ მძღოლი დადებდა $1000, ჩვენ ვამატებდით $100 და მაგის 15% გვშევოდა ჩვენ. ნუ მე როცა მუშაობდი, აი შესაძლებელი იყო, აგიღო დღეში 2-3 ტვირთი, ნუ აი იყო ბევრი ლოუდიც იყო, რომ $40 ემატებოდა რა. და $40 15% რჩებოდა შესაბამისად. ხო და იქ მუშაობის პერიოდში გავიარე გასაუბრება ერთ-ერთ ძალიან ცნობილ კომპანიაში, რომელიც ალბათ თქვენ მომეტესობა მიცის თუ მერაბ დვალიშვილი იცის ვინ
არის. ეს იყო GA Logistics. GA Logistics-ში გავიარე გასაუბრება. იქვე გავიარე, ანუ კერძო სახლში სადაც ვმუშაობდი. იქვე გავიარე გასაუბრება, დღეში ძაღლები ყოფილ თუ რაღაცა. გავიარე გასაუბრება და ამიყვანეს რა. ანუ როდი შეძლო დაწყებასო უკვე ეგრევე მითხრით და მეთქი ერთ დამთვის ბოლომდე მარცადეთ რა, რო უთხრა და რაღაცა და კაი ბაზარი არ არის. რომ მივედი ამ GA Logistics-ში, ხელფასზე შევთანხმდით, რომ ექნებოდა მოჭრილი 1600 ლარი. და პლუს მექნებოდა 1% ლარებში რა. და ეს 1% ლარებში მე არ ვიცი რატომ, მაგრამ კითხვები აღარ გამჩენია რა, ალბათ დოლარიდან გადაყავთ ლარში, იმიტომ რომ დოლარის კურსი ხო იწევს, დაიწევს ასე შემდეგ და ანუ მეგონა რომ ეგ პონტი იყო რომ არ დაკარგავდნენ ბევრ ფულს და რაღაც. კაროჩე არ ვიცი რა მეგონა. მაგრამ მეგონა რომ დოლარიდან ლარში გადაიყვანდნენ და ეგრე მომცემდნენ თანხას რა. მოჭრილი ხელფასი 1600 ლარი ცუდი არ არის, მაგრამ რავი, მანქანას ვაგრუსინებ 8000 და 10000 დოლარამდე და აქედან მარტო 80 ლარია შე. ეგ ჩემი აზრით ცუდია. იმიტომ რომ მაგიწევს ის გიწევს გასაგები 1600 ლარი აქვს მოჭრილად, მაგრამ რჩევი 1% ავიღო დოლარებში და სულ ჩემი თავი იყო, ვიდრე მოჭრილი მქონდა 1600 ლარი. ამ ყველაფერს რატო ვიზახე გეტყვით. მოგალით ერთი თვე ვიმუშავე. ესე რა, მე ხო მეგონა რომ დოლარიდან ლარში გადადიოდა. ეს მოჭრილი ხელფასი ჩამერით ხა გარჩი 1600 ლარი და თვის ბოლოს შავი 230 დოლარს ველოდები, იმიტომ რომ ერთი მანქანა ჩავამბარეს, ახალი ასწავლი მქონდა მაინც რა. ჩავამბარეს ერთი მანქანა რა და ხელფასი რომ მომიტანეს, ველოდი რომ 200 დოლარი, 300 დოლარი იქნებოდა რა და რო დამიდეს, აღმოჩნდა 300 ლარი რატომღაც. ამის შემდეგ მყავს მეგობრები სხვა კომპანიებში და გადავურეკე მაგათ რა, რომ შენთან ხო 1%-ია დოლარებში, კითხე რა და ნუ ცოტა სხვანაირად იყო იქ, მაგრამ ნუ იდეაში ეგრე გამოდის რა, აი 90 ცენტი დოლარებში თუ რაღაც ეგრე გამოდის რა, მაგას წაგიხდით ხა და ეს არ მაწყობს და წამოვალ შენთან გამოსtildeება, ანუ გამოსtildeება მაქვს რა ეხა, ერთი მანქანა ვყავდა რა იდეაში GA-ში რა, ეგეთ ორი გვია და მეთქი გამოსtildeება მაქვს, წამიყვანე გავისაუბრებ რა, წამიყვანა და გავისაუბრე მენეჯერი ვინც ყავდათ აქ რა, ისეთ სადაც და კაროჩე იმან მითხრა რომ რიფერების სპეციალისტი მჭირდებაო, მეთქი რიფერების არა მოგახსენოთ ბატონო გიორგი, მაგრამ მე მეთქი დრაივერები ძალიან კარგად იცი, მეთქი გამოსtildeება მაქვს ერთი წელი თუ რაღაცა მეთქი, ანუ ბოქს-ტრეკების გამოსtildeება მივოთვალე ტრაილერების გამოსtildeებას. ხო და კაი ბაზარი არ არისო, შენ რომ მითხარი როდის დამოხვალ მაგ სამსახურიდანო და მეო მოშენო მანქანით მოქცევ არ არის პრობლემაო რა. ნუ ხა GA-ში იგივე პერიოდი მომიწია რაც Babyline-ში მომიწია პირველ კომპანიაში. უთხარი ესეო ერთ კვირაში წავალ, მეთქი ან რავი თუ გინდა ხო ავეწავალ ერთი მანქანა ყავს, მაგ ხელფასხელობა წარმახმეთქი რა. თქოს რა არის პრობლემა ერთი მანქანა ყავს. უბრალოდ ჩვენო გვინდოდა დიდხნიანი თანამშრომლობა შენთანო, მარტივად აიწესო ყველაფერი, მე არ არის პრობლემა, მაგრამ ხელფასი თავაზობენ 1% დოლარებში მეთქი და მირჩევნია იქ გადავიდე და ჩემ თავზე ვიყო დამოკიდებული, ვიდრე 1% ლარებში ვიღო მეთქი რა. და ესე გადავედი შემდეგ კომპანიაში Iberia Express. Iberia-ში რო გადავედი, Iberia-ში ვიმუშავე სადაც 4-5 თვე, ანუ ამ მენეჯერს ხო უთხარი რომ გამოსtildeება მქონდა 5 მანქანის რა. და დანეს მენეჯერი გადიოდა შეგვიძლია ყავდა 15 მანქანა თუ რაღაც. ეს მანქანები გადაანაწილა 10 გადაანაწილა, გარჩი სხვადასხვა სპეციალისტები და 5 მომცა მე რა. და 5 მანქანის ეგრევე ერთი მანქანი და 5 მანქანის დადისპეჩება ცოტა არ იყოს რთულია რა. ანუ არ მქონია ეხა 5 ტრაილერი და დაუგეგმე კვირა და ასე შემდეგ. ეგრევე მომوارდა 5 ტრაილერი ხო ხდების და მეთქი ანუ გავხაჩავ რავი რა ვქრა. თავიდან კი ვინერვიულე, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, ანუ ნათქვამი მაქვს სიტყვა ნათქვამი მაქვს და ვეღარ გამოვძვრები ეხა რა. უნდა შეასრულო ბრატ, ხო თქვი გამოსtildeება მაქვს. დავიწყე და ნუ ასე თუ ისე კარგად ვიმუშავე მაინც რა. იმ მარკეტზე მაშინ როცა იყო, ზაფხული იყო მქონი, ზაფხული იყო კი. ზაფხულში კარგად ვიმუშავე რა და კარგად ვამუშავე ეს მანქანები და ამის მერე ანუ სულ მყავდა 4 მძღოლი. მან ძირითადად მყავდა 4 მძღოლი რა, 4-ვე შავები მყავდა რა. შავები რასისტი არა ვარ. ხო და 4 მძღოლი მყავდა შავი რა. ერთივე მეგობრებოდა განსაკუთრებით ამერიკელი ვინც იყო რა, მე ხო 4 წელი გამოსtildeება მაქვს ამერიკაში ცხოვრების და გავუგეთ ერთად რა. ეს ყველაფერი მოხდა და ამასობაში გაიხსნა სხვა სამსახური. ჩემო მეგობარმა გააძრო იგივე კომპანია, ერთზე იგივე მაგ Iberia-ში მუშაობდით ორივე. და გააძრო სხვა სამსახური, რომელიც იხდიდა 2% რა. 2% როგორ ხა, ანუ მაგათაც აქვს თავიანთი მოთხოვნები. მაგალითად დოლარი 90-ში უნდა გეტარებინა და
და 9000 დაგიგროსა რა. და ეგ მოთხოვნა ქონდა დოლარი 90, 9000 დოლარი და ბაზარი არის გადაგეცეთ 2% რა. და ბაზარი არის მეთქი ანუ ახლა. თუ უკეთეს გადამიხდიან, ანუ რავი, თქვენ თუ ეგრე არ ახართ, ჩემი აზრით ეგრე უნდა იყოს, რომ თუ მუშაობთ 1% ლარებში, 1% დოლარიობია. თუ მუშაობთ 1% დოლარებში, 2% დოლარიობია და ასე შემდეგ, რავი. რაც უფრო მეტია ხელფასი, ანუ მაინც მუშაობ და ბარე მეტია იყვარჯობია, ხო და მეთქი ანუ ბაზარი არ არის, ჯერ ეს გადავიდა რაღაცა ნახა, შეუძლება უწევდა თან. გადავიდა ნახა და გადავყავი ბილეთს რა. ეხლა ჯერ კიდე მაგ კომპანიაში მუშაობ. ეხლა ბენზინის ფასები ძალიან გაიქცა, კაროჩე, ძალიან გაიქცა და ეხლა გვაქვს 2.30-ზე უნდა დაამთავროს საშუალოდ კვირა RPM-ი რა. 2.30 მინიმუმ 9000 დოლარი და ნუ ეხლა თქვი მე ხომ ძალიან გამოსტილი დისპეჩერი ვარ, ბოლო 2 კვირა ძალიან კარგი მქონდა. 2.77-ზე ვხურავდი წლიან კვირებს და მე მგონი ხელფასის მომატება მეკუთვნით არა დიმა. კაი ხუმრობით. ალბათ მაინც მეკუთვნის რავი. კაი ახლა მე წავალ სავარჯიშო. ვარჯიშზე ეპიზოდით მაგასაც. In Ludwig, all the OGs like to show me love. Catch us mobbing on the hill, we don't fuck with clubs. The bullets hopping out that chopper longer than the sub. So if we catch you up in traffic, better have your gun. I'm locking in on the money, I don't want no clout. It be the weakest in the room that like to fuss and shout. When I say I gotta go, all she do is pout. I'm 10 years in the game and never seen a drought, nigga. Catch me in the Charger going fast. I be going state to state trying to get this weight off. I keep a stupid Glock in my pants. ხმა კარგად არის მოდა. იმედია ეხა კარგად ისმის, იმიტომ რომ პირთან ახლოს მაქვს. ვარჯიშ სპორტში გამოვედი ეხლა. ჩავიცი როგორც ნახეთ ჩემ დოჭთან ერთად მოძრაობ. ესე და ესე იყო რა. მოკლედ რო შევაჯამოთ ეს ყველაფერი, საერთო ჯამში პირველი კომპანია იხდიდა, Babylon იყო და იხდიდა 15%-ს შენი დამატებული თანხის. მეორე იყო GA Logistics-ი და იხდიდა მოჭრელ $1600 პლუს 1% ლარებში, შენი გროსის. მესამე კომპანია, სადაც მუშაობდი, იყო Iberia და Iberia იხდიდა DAT market-თან შედარებით, ანუ შენ თვიური RPM-ი შედარებული DAT market-ს და მაგდენით იზრდებოდა, მოკლდებოდა შენი ხელფასი რა. ანუ თუ შენ იგივე RPM-ი ქონდა, რაც DAT ბორდზე იყო, ქონდა 1%. ხოლო ეხლა სადაც მუშაობ, DB International ქვია კომპანიას. აქაც გვაქვს ტარგეტი რა, ეხლა გვაქვს მაგალითად 2.30 თითო მანქანაზე და 9000 მინიმუმი და იხდიან 2%-ს. მოკლედ, თუ შეხედავთ ჩემ განმგზას, ყოველთვის უკეთეს ხელფასებზე მივდიოდი. მე ბიჭო გაჩერდი რომ დავაედითო ნორმალურად. ხო და ყოველთვის იზრდებოდა ჩემი ხელფასები, ასე რომ ვთქვათ რა. და რა ვიცი. ჩემ შედეგებს გაჩვენებთ, თუ ვინმე კომპანია თუ მიყურებთ და არ გჯერავთ ამ ყველაფრის, რომ მე კარგი დისპეჩერი ვარ და კარგად ვხურავ კვირებს, დამიკავშირდით, მომწერეთ და გეტყვით. გეტყვით რა გაჩვენებთ ჩემ პირად შედეგებს და ჩემ ძღოლებს დაელაპარაკეთ თუ გინდა რა, რაც გინდა ეს გინდა. თუ ასევე თუ მიყურებთ მძღოლები, ვაკანსიები აქვს ჩემ კომპანიას, შემიძლია პირადად მე დაგადისპაჩოთ და გელაპარაკოთ, აგიხსნათ ყველაფერი, ხელფასთან დაკავშირებით, დაგაკავშირეთ ადამიანებთან და ასე შემდეგ. თვითონ კომპანია ნორმალურია. მე დაგადისპაჩებთ, უკმაყოფილო არ დარჩებით ნამდვილად. მანქანა თუ არ გაფუჭდა რაღაცა, ყოველთვის ოპტიმალური გროსი გექნებათ და ყოველთვის კაი გროსი გექნებათ, ასე რომ ვთქვათ. კიდე რა მინდოდა რომ მეთქვა. ეს YouTube ვიდეოები არ ვიცი ისთვის მჭირდება, მაგრამ ეს DJI Osmo რაღაც ვიყიდე და ხო უნდა გამოვიყენო რამეში. ავტვირთავ რა, მაინც ვაკეთებ ამ ყველაფერს და ავტვირთავ. ეხლა დავაედითებ, ავტვირთავ, იქნება ხალხს დაინტერესოს და მართლა იმ თუ ბევრი ხალხი არ მიყურებს, იქნება იმ მასშტაბზე მაინც გავიდე, რომ ძღოლებმა და ესეთმა ხალხმა მიყუროს რა. ნუ დაგაინტერესოთ, ან თუ უკეთეს პირობებს შემოთავაზებთ, დავილაპარაკოთ მაგაზეც, არ არის პრობლემა. რატომაც არა, შეგვიძლია გზაშიც ვილაპარაკოთ, უბრალოდ ამ მანქანებმა ტვინი გაბურგეს. ჩემი მანქანას თუ გაინტერესებთ, ამერიკიდან გამოვიწერე რა, მოვასწარი ამ გამბაჟივამდე ჩამოყვანა. თავიდან გამოიყურებოდა. I be going state to state trying to get this weight off. I keep a stupid Glock in my pants. If you run up on a guy, I'ma blow your face off. I'm cooling in the cut, but I'm და ეხლა გამოიყურება, ნუ თავიდანაც ნახეთ დასაწყისში, მაგრამ თუ გინდა ეხლაც ჩავსო. მოდი ჩავსო ეხლაც. ეხლა გამოიყურება ეს. I'm cooling in the cut, but I'm about to take off. Don't put no trust in me, baby girl, I'm a dog. Just cracked a B away, spend it all in the mall. He said he won a war, but I know that he saw. არ არის ცუდი პროფესია დისპეჩერობა ესე ერთი სიტყვით და ორი გაგებით, მაგრამ უბრალოდ გიწევს ყოველდღე ნერვიულობა, ყოველდღე მძღოლებთან ჭხუბი, ამ ბროკერებთან ჭხუბი გიწევს
Короче, ვიღაც უეჭველია ჩხუბები ყოველ დღე რა. Ყოველ დღე ჩხუბობ ვიღაცასთან. ეგ არის ერთადერთი პრობლემა. ყოველ დღე ნერვებზე ხარ, თითქმის ყოველ დღე. იქ ნუ ხანდახან უფროსობასთანაც და ანუ ეს სტანდარტულია ყველა სამსახურში ხდება ასეთი რაღაცეები. მაგრამ ეს უფრო სტრესული გარემოა და თუ სტრესისთვის მზად ხართ და მაინც მუშაობთ, ჩემი აზრით, უნდა ისწავლოთ ეს ყველაფერი რა. ეხა შედარებით ცუდი სიტუაცია იმ მხრივ, რომ კაროჩი გამოცდილება გჭირდება აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან გაზრდილია ეს ბენზინის ფასები და ცოტა თუ არ დააბალანსი RPM-ი და გროსი, ჩათვალე მინუსზე მუშაობ რა და მინუსზე მუშაობა ეხა რავი 30 მანქანა გვყავს და არც ერთ კომპანიას არ უღირს ზოგადად მინუსზე მუშაობა მინიმუმს. ხო და თორე ის ზოგადად რო იცოდე ეს ყველაფერი, ცუდი არ არის რა, თუნდაც სტაჟიორად რო დაიწყო. ჩემი პირველი სამსახური სადაც ვიყავი, პირველ თვეში ავიღე რაღაც $200 თუ $300 რა. და აქამდე რომ მოსულიყავი და ეს დოჯი რომ მეყიდა და რაღაცები, 2 წელი რავი, მენა შეუსვენებლად რავი ტვინის ბურღვები და ყველაფერი, რავი. ყოველთვის მიწოდა ტვინის ბურღვები და რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო რა. შედეგი გამოიღო ჩემი ნერვების ხარჯზე, მაგრამ ხო გამოიღო ფაქტია. მოკლედ, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, დისპეჩინგი ან თუნდაც მძღოლებს თუ დაგაინტერესებთ ინგლისურის სწავლა ან რაღაცა, გამოცდილება მაქვს ამერიკაში ცხოვრების 4 წელი ამერიკაში ვცხოვრობდი რა და ეგეც არ გამიჭირდება დამიჭირეთ. ასე რომ ყველაფერში მზად ვარ დაგეხმაროთ, ჩემ Instagram-ს დავტოვებ ქვემოთ და მომწერეთ ან დამირეკეთ ან რავი. ღია ვარ ყველასთვის. გელოდებით თქვენი მონამორჩილი სერგი. ახლა კი ავედი.